თბილისში მცხოვრე პენსიონერებს მოტყუებით თითქმის 49,000 ლარი გამოსცალეს. თაღლითური სქემით მათ სხვადასხვა კომპანიისა და ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდნენ. კომუნალური შეღავათებისთვის პირად მონაცემებს ართმევდნენ და აფრთხილებდნენ თითქოს მათ საბანკო ანგარიშებს დაბლოკვა ემუქრებოდა. დახმარების სანაცვლოდ კი ნაღდ ფულს თხოვდნენ. დაკავებულია ერთი პირი. კულევის ნავთობ გადამამუშავებელმა საწარმომ ევროკავშირის გაფრთხილების შემდეგ რუსული ნედლი ნავთობის შანაცვლება დაიწყო. როგორც ბლექსი პეტროლიუმი აცხადებს, ივლისიდან ყაზახური ნავთობის გადამუშავება დაიწყეს. აგვისტოში კი ლიბიურ ნედლ ნავთობს მიიღებენ. კულევის საწარმო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში მოხვდა და 6 თვიანი ვადა მიეცა. თუ ქარხანა ამ პერიოდში რუსულ ნავთობს არ ჩაანაცვლებს, მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედება. 9 დაღუპული და 30-მდე დაშავებული, მათ შორის ბავშვები, რუსებმა კიევის საცხოვრებელი რაიონები დაბომბეს. იერიშები ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. გრევა და ხანძარი დედაქალაქის 5 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. სეუტაში შეჭრილი თითქმის ყველა არალეგალი მიგრანტი მაროკოში დაბრუნდა. ესპანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით დაახლოებით 50,000-დან 48,000-ზე მეტმა პირმა ესპანეთის ტერიტორია უკვე დატოვა. ესპანური მედიის ცნობით ეს იყო ყველაზე მასშტაბური საიმიგრაციო კრიზისი 2021 წლის შემდეგ. შექმნილი ვითარების გამო იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება დროებით შეაჩერა.